უწყებათა შორის სამუშაო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აკვირდება. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ეკა ზღულაძემ პრესისთვის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს და საარჩევნო გარემოც მშვიდია. ზღულაძის განცხადებით დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა. ეკა ზღულაძემ ასევე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სპეცუბნებზე ხმის მიცემის საკითხთან დაკავშირებითაც. Am დილით საარჩევნო უბნების გახსნამდე ახალგაზრდა იურისტებმა მოგმართეს საჩივრით იმის თაობაზე, რომ მათ დამკვირვებლებს არ მიეცათ მობილური ტელეფონებით სპეციალურ უბნებზე შესვლის უფლება, კერძოდ ეს იყო სამგორსა და ვაშლიჯვარში. თავდაცვის სამინისტრომ დროულად უზრუნველყო ამ პრობლემის გადაჭრა და საია აგრძელებს არჩევნების დაკვირვებას ისე როგორც დაგეგმილი იყო. დღის ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა ალბათ წალკაში, სოფელ ოდნში მომხდარი ინციდენტი. ამ საარჩევნო უბანზე გატყდა საარჩევნო ყუთი, აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ბუნებრივია შეწყდა, უბანი დახურულია, სისხლის საკმართლის საქმე უკვე აღძრულია და ამჟამად მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.